აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან თეა ჯუღელთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროცესების ხელშეწყობაზე, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებზე, სამინისტროში არსებულ პროგრამებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პირველი მოადგილე რომეო გალდავა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი დავით ჯალაღონია ესწრებოდნენ. შევხვდით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს, უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებს, განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით არსებული საკითხები 2026 წლის თანამშრომლობის კუთხით არსებული გამოწვევები, დინამიკა, რა მიმართულებებზე გმართობს საერთო აქტივობების და ღონისძიებების გაძლიერება და შევთანხმდით ჩვენ შეხვედრებს, კომუნიკაციას ექნება რეგულარული ხასიათი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი კიდევ ერთხელ გავამყაროთ ერთმანეთი, ჩვენ ამ რეფორმის პირობებში გვჭირდება განახლება, ახალ პროგრამებზე მუშაობა, ვისაუბრეთ ახალ ხედვებზე, რომელიც სამინისტროსთან ერთად შეიძლება განმახორციელოთ და ასევე პრაქტიკული კომპონენტების სამინისტროს ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ფარგლებში განხორციელებაზე სტუდენტებისათვის ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა ერთობლივი.